რომ ეს დღე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თელავილისთვის, არამედ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ერეკლე მეფე იყო ჩვენი ქვეყნის საამაყო მეფე. პირველ რიგში ულოცავ ყველა ქართველს ამ დღეს. შესაბამისად, რაც შეეხება ღონისძიებებს დაგეგმილ ამ დღესასწაულის ფარგლებში, ეს პირველად ტარდება ღვინის ფესტივალი, მაგალითად, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავინო, რომელიც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის ჩვენი გამოხატულება ჩვენი მეფის წონისადმის როგორც კულტურული ღონისძიება, არამედ ეს იქნება ხელის შეწყობის სამომავლო ტურიზმის განვითარების და ასეთი ტიპის ღონისძიებები აქტიურად დაიგეგმება სამომავლოდაც ჩვენს ქალაქში. ულოცავ ერეკლეობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, თელაველებს, თელავის სტუმრებს, ვინც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა და ეწვია ქალაქს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას უწყობს ხელს. ზოგადად განწყობის გასახალისებლად ძალიან კარგია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვინც დაესწრება ამ დღესასწაულს, ძალიან კარგ დროს გაატარებს, ხალისიან დროს გაატარებს და საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდება სახში. მე მინდა დღევანდელი დღესასწაული მოულოცოს სრულიად საქართველოს, ეს ერეკლეობაა. ეს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებები თელავში, დაწყებული ღვინის ფესტივალი და გაგრძელებული სახალხო სპორტული შეჯიბრებებით, რომელსაც ბოლოს დაასრულებს ანსამბლი ერისიონი გრანდიოზული კონცერტით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერეკლე მეფე იყო სწორედ ის პერსონა, რომელიც 216 წლის წინ კახელი მმართველი ყავდა საქართველოს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა როგორც ჩვენს რეგიონს, ასევე სრულიად საქართველოს. ასე რომ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, კახელებისთვის განსაკუთრებით და გამორჩეული დღესასწაულია. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფესტივალი და პრეზენტაცია ღვინისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს უწყობს ღვინის კულტურის ამაღლებას ქვეყანაში. განსაკუთრებულია და მნიშვნელოვანია სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა თელავში ტარდება და თელავინო პირველი ფესტივალია თელავში, რომელსაც ვფიქრობ, რომ დიდი ტრადიციები და გაგრძელება ექნება. ყველა თელავას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. მე ვარ სოფელი ენისლიდან და მაქვს ჩემი თაფლი წარმოდგენილი აქ. ჩემი ლოგო შევიმუშავე თაფლზე, წარმოადგინე აქ. ხო და ეს ჩემი ფანტაზიით გაფორმებული ის არის. მე ვარ ვაზიანი კომპანიის წარმომადგენელი. ჩვენი კომპანია დაახლოებით 2 წელია რაც არსებობს. ეხლა წარმოდგენილი გვაქვს 16 სახეობის ღვინო. როგორც ქართული ტრადიციულები, ასევე ევროპული სტილის დამზადებული ღვინოები. მეღვინეთა ადმინისტრაციის სახელით მინდა ყველას მიულოცო 7 ნოემბერი ერეკლეობა და ასევე ფესტივალი თელავინოს გახსნა. წელს არის პირველი ფესტივალი. იგი აერთიანებს ძალიან ბევრ ღვინის კომპანიას და არა მარტო კომპანიას. კახეთის მეღვინეთა გილდი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ღვინის ტურიზმის და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე. ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, კახეთის მეღვინეთა გილდის დაარსებიდან მოდის ამ ფესტივალის იდეა, იმიტომ რომ კახეთში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ყველა კომპანიას და რომელიც იზრუნებდა კახეთის ღვინის პოპულარიზაციაზე, არა მარტო კახეთის, საერთოდ საქართველოს ღვინის პოპულარიზაციაზე, რადგან 80% ღვინის კახეთში მოდის.